მექსიკაში ნამდვილი არეულობა ნარკოკარტელმა დაასცხო მთავრობას, მაგრამ დანა ვაიტმა მაინც მოახერხა ტურნირის ჩატარება და დღეს განვიხილავთ ამ ტურნირის მთავარ ბრძოლებს. რაფის თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაციამ მორიგი ტურნირი ჩაატარა ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობდნენ UFC-ს ჩემპიონები, ისეთები როგორიც არის მაგალითად ჰენრი სეხუდო ან ალჟემეინ სტერლინგი. ამავე ტურნირზე მონაწილეობა მიიღო ქართველ სპორტსმენმა გივი მაჭარაშვილმა და მან თავის მეტოქეს ნეკნი მოტეხა, მაგრამ ყველაზე გიჟური არმან სარუკიანმა ჩაატარა, მან თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დაასრულა ხელჩართული ბრძოლით. ასევე გაირკვა, რომ მერაბ დვალიშვილი სანამ UFC-ში მიიღებს მონაწილეობას და გაირკვევა ვინ არის საერთოდ მისი მეტოქე, ის აპრილში მიიღებს მონაწილეობას რაფის ტურნირზე და იჭიდავებს. მოკლედ, ბევრი საინტერესო ამბები გელით ამ ვიდეოში, შეუკვეთეთ ბურგერ ფერედაისი ნებისმიერ გამოძახების სერვისში, მე კიდევ ვიწყებ. არ დავიწყებ მექსიკაში ჩატარებული სრული ქარდის განხილვას, რადგან არც თუ ისე ცნობილი მებრძოლები გამოდიოდნენ თან წინ, ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაციები გველის. ამიტომ მოდით შევჩერდეთ ამ ღონისძიების სამ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაზე. მოდით პირველი განვიხილოთ მექსიკის და ამერიკის დაპირისპირება მსუბუქ ზონაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დენიელ ზელჰუგერი და ბობი გრინი, იგივე კინგ გრინი. გრინი ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდაა, მან მხოლოდ UFC-ში 28 ბრძოლა ჩაატარა, პროფესიონალებში კი მას 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ეს ფენომენალური მაჩვენებელია. კინგრინი 39 წლის არის, ბოლო 4 შეხვედრიდან მოიპოვა 2 გამარჯვება და 2 მარცხი. რაც შეეხება მექსიკელს, ის 26 წლის არის, რეკორდი 15 გამარჯვება და 3 მარცხი, დენიელი ტიპიური სტრაიკერია, თუმცა მოდიოდა 2 წაგებით. მოკლედ წესით ახალგაზრდა მექსიკელს თავის ქვეყანაში უნდა მოეგო, მაგრამ ბებერ გრინმა მას ჩაუშხა მაწვეულება. საერთოდ არავინ ელოდა ვეტერანი სტრაიკერისგან ჭიდაობას, თუმცა მან ისეთი ლამაზი გდებები შეასრულა, თითქოს კემპი გორში გაიარა. გრინი თავის სტილში ჩხუბობდა, დაშვებული ხელებით, საიქიქები, ჯებები, ნეით დიასის სტილში ბრძოლის დროს საუბარი, ერთხელ სილაც იხმარა. მოკლედ პირველი რაუნდი თავის სასარგებლო დაასრულა. მეორე რაუნდში თითქოს მექსიკელს საბმიშენის მცდელობა ჰქონდა, მან კარგად დაიჭირა გრინი ილეთზე, მაგრამ ამერიკელი მსაჯს ანიშნებდა, რომ ყველაფერი ჯიგრულად არის. შეხვედრა გაგრძელდა და რაუნდის ბოლოს გრინი მარჯვენა ჰუქს მიზანში ამისამართებს, რის მერეც ზელჰუბერი შეირხა. ამერიკელმა იგრძნო, რომ მისი ოპონენტი დაზიანდა, ამიტომ თამამად შევიდა მასთან დარტყმების სვლაში და რამოდენიმე წამში მექსიკელი მიწაზეა. კინგრინმა რაუნდის დასრულებამდე 5 წამით ადრე გაიფორმა ტექნიკური ნოკაუტი, როგორც ჩანს, ის პენსიაზე გასვლას არ აპირებს. კომეინში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კიდევ ერთი ვეტერანი ჩიტო ვერა და მექსიკელი დევიდ მარტინესი. ეს შეხვედრა შედგა 61 კილოგრამში. მარტინესი საკუთარ სახლში ჩხუბობდა. ის 27 წლის არის, პროფესიონალური რეკორდი ბრძოლის მომენტში 13 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა, მოდიოდა 9 გამარჯვებიანი ვინსტრიკით. UFC-ში 2024 წელს მოხვდა დანა ვაით კონტენდერ სერიიდან, ორგანიზაციაში 2025 წელს 2 შეხვედრა ჩაატარა, ორივეში გაიმარჯვა და ეხლა შეხვდა ვერას, რომლის რეკორდიც პროფესიონალებში იყო 23 გამარჯვება და 11 მარცხი. ერთი პერიოდი UFC-ში ისვიფლებოდა ძალიან საშიში მეტოქეთ. მან 2024 წელს სატიტულო ბრძოლაც მოიპოვა შონ ომელისთან, მაგრამ დამარცხდა. აერია კარიერა, ამავე წელს დამარცხდა ფეგერედოსთან, ასევე ზაჰაბისთან და აი ასეთი სამმარცხიანი სერიით შეხვდა მარტინეს საკუთარ სახლში. რაც შეეხება შეხვედრას, ამ ბრძოლის საუკეთესო მომენტებს დაგიტოვებთ, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, დიდი განსაკუთრებული ამ დაპირისპირებაში არაფერი მომხდარა, შეიძლება ითქვას თანაბარი ბრძოლა იყო. პირველ რაუნდში მექსიკელი შედარებით ეფექტური იყო, თუმცა დაიღალა და მესამე რაუნდი ვერამ თავის სასარგებლო დაასრულა. როგორც შედეგი, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მექსიკელმა გაიმარჯვა. ეხლა ის უკვე პროფებში 10 გამარჯვებიანი ვინსტრიკით არის და საინტერესოა ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. მარლონ ვერას კი ზედიზედ მეოთხე მარცხი აქვს, არ ამგონია რომ ის ფედერაციიდან ეხლა გარიცხონ, თუმცა კიდევ ერთი მარცხი და დიდი ალბათობით ის ამ ორგანიზაციაში დაასრულებს ასპარეზობას. დაიმთავარი ბრძოლა 57 კილოგრამში ყოფილი UFC-ს ჩემპიონი ბრენდონ მორენო ლოუნირ კავანას წინააღმდეგ. კავანა ახალგაზრდა სტრაიკერია, რეკორდი 9 გამარჯვება და 1 მარცხი. მას მხოლოდ 1 წაგება აქვს 2025-ში ჩარლზ ჯონსონთან. მორენოს კი წარდგენა არ ჭირდება, ის ცნობილია თავისი კვადროლოგიით დევისონ ფიგერედოსთან, ნამდვილი ვეტერანი, რომელიც კარგად გრძნობს თავს დგომშიც და პარტერშიც. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 5 რაუნდს. ნუ რა გითხრათ, არ იყო ეს ივენთი მთლიანობაში სანახაობრივი
მოწვევით, ყვილად მოვიმარაგე საყურებლად ბურგერ პერედაისი, მოკლედ ეს შეხვედრა ფურცელზე იყო თანაბარი, კავანას უპირატესობით რეალობაში კი მორენოს სახე ჰქონდა გასიებული. მექსიკას ერთი მომენტი ჰქონდა საშუალება დაეფინიშებინა თავისი ოპონენტი, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და გამარჯვება გადაწყვეტილებით მოიპოვა. საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ხედავთ. მეტი სათქმელი ფიზიკურად არაფერი მაქვს. The body and no matter how these how much damage offered. სანამ რაფის გიჟურ ტურნირს განვიხილავთ, სადაც არმან სარუკიანმა მოაწყო ტატამზე ნამდვილი ქუჩური ჩხუბი, მოდით ახალ ამბებს გადავავლოთ თვალი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანი ჰამზად ჩიმაევს აეროპორტში თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. ისყვება, რომ როგორც ამ სპორტის კომაგი მივიდა მებრძოლთან მისასალმებლად დუბაის აეროპორტში, მაგრამ ჩიმაევი თავის 8 მეგობართან ერთად ის ალყაში მოაქცია, რის შემდეგ პირადად ჰამზადმა მას მკერდში წიხლი ჩაარტყა. ვეტერანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილი. ეს პიროვნება იმასაც ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტის მერე ჩიმაევი დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ამ ამბის გამო პირადად მე მთელი ინტერნეტი გადავატრიალე, მაგრამ ამ ინფორმაციის დადასტურება ვერსაც შევძელი. თავად იმ ვეტერანმა კი ინსტაგრამიდან ეს პოსტი საერთოდ წაშალა. მინიმუმ იმაში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩიმაევი არ არის დაკავებული, რადგან ვიდეოზე ჩანს, როგორ გუშემატკივრობს ის სარუკიანს. თუ ვინმე რამე დაზუსტებით იცით, შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ ინფორმაცია. აბსოლუტურად ყველა ველოდებით დანა უაითისგან ანონს თეთრი სახლის ქარდის შესახებ. ინტერნეტში ისეთი ჭორებიც ვრცელდება, თითქოს ილია ტოპურიას არ აჩხუბებენ, რადგან არავის სურს იმის ნახვა, თუ როგორ გათიშავს ტოპურია ამერიკის თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე. თუმცა ეს ვარაუდებია და იმეც ვიტოვებ, რომ ქართველი მიიღებს მონაწილეობას ამ ისტორიულ ღონისძიებაში, იქამდე კი დანა უაითი გამოდის კავშირზე თავისი სტრიმით და იძახის, რომ ალექს პერეირა ტოვებს ტიტულს 93 კილოგრამში და ადის მძიმე წონაში. ასევე მან ამატა, რომ UFC 327-ზე აპრილში ვაკანტურ ტიტულზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ირჟი პროხასკა და კარლოს ულბერგი. ალექს პერეირას მომავალ მეტოქეზე კი დანას არ უსაუბრია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიელი ან სირილ განს შეხვდება დროებით ხამარზე, ან სუპერ ბრძოლით დაუპირისპირდება ჯონ ჯონს. მოკლედ ველოდებით ახალ ამბებს უკვე მალე, დანა უაითმა როგორც თქვა, ის ოფიციალურად ანონსს უკვე ამ კვირაში გააკეთებს. ამ დროს მაქს ჰოლუემი საუბრა პოტენციურ მეტოქეებზე, რომლებსაც ის ჩარლზ ოლივერასთან რევანშის შემდეგ განიხილავს. შეგახსენებთ, რომ დალოცვილი დუბრონკს 8 მარტს UFC 326-ზე შეხვდება BMF-ის ტიტულზე. ამ ბრძოლაზე გავაკეთე ჩემს არხზე პროგნოზი და ანალიტიკა, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ, რას ვფიქრობ მე, აღწერაში დაგიტოვებ მულს. რა თქმა უნდა, ილია ტოპურიასთან მინდა რევანში. იცით, ერთ დროს ჰაბიბთანაც უნდა მეჩხუბა, ბევრს ეს ამბავი დაავიწყდა, მაშინ ბრძოლაზე სამედიცინო კომისიამ არ მიმიშვა. ამიტომ მინდა ეს ყველაფერი გამოვასწორო და შევხვდე ისლამ მახაჩევს. ვიცი, ის სულ სხვა დივიზიონშია, მაგრამ ეს ბრძოლა ძალიან მაგარი იქნება. კონორიც იძახის, რომ ბრუნდება, ჩვენ ისტორია გვაკავშირებს, ასე რომ ფანებისთვის ეს დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება. ეხლა კი თავისუფალი ჭიდაობის გიჟურ ამბებს შევხედოთ. რაფის ორგანიზაციაში ბევრი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა 1 მარტს. ამ შეჯიბრს ესწრებოდა მერაბ დვალიშვილი თავის გუნდთან ერთად. ეს მოხდა ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ მან გამოიწვია საჭიდაოდ მთავარი შერკინების გამარჯვებული. მეორე კი არის გივი მაჭარაშვილი. ამ ტურნირზე ქართველი დაუპირისპირდა სტივენ ბიუქენანს, ოლ ამერიკის სამგზის ჩემპიონს, რომელიც ითვლებოდა ძალიან სახიფათო მეტოქედ. თვითონ გივიზე საუბარი შეიძლება ბევრი, თუმცა მოკლედ რომ აგიხსნათ, ის არის ოლიმპიური პრიზიორი, 2 გზის ევროპის ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ამ პრიზიორი. რაც შეეხება თვითონ ორთაბრძოლას, ეს იყო 3 დაძაბული პერიოდი, თავიდან შეხვედრის 2 მონაკვეთში ამერიკელი შედარებით აქტიურობდა, თუმცა მესამე მონაკვეთში გივიმ გათელა თავისი ოპონენტი, გაათანაბრა ანგარიში და ჭიდაობის დროს დიდი ალბათობით ნეკნი მოტეხა სტივენს, რის გამოც მან ვეღარ გააგრძელა ჭიდაობა და ქართველმა გაიმარჯვა. შემდეგი არანაკლებად საინტერესო შერკინება შედგა UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ალჟემეინ სტერლინგს და ბენსონ ჰენდერსონს შორის. სხვათა შორის ჰენდერსონიც UFC-ს ყოფილი ჩემპიონია, თან ის არის ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი და მაღალი კლასის მოჭიდავე. რაც შეეხება ამ ორთაბრძოლას, სტერლინგი უკონკურენტო იყო, მან გაიმარჯვა ანგარიშით 10-2 და დაამტკიცა, რომ ის კარგი მოჭიდავეა.
სანამ ცარუკიანის გიჟურ გამოსვლას გადავავლებთ თვალს, მოდით ამ ივენთის მთავარ შერკინებას გადავხედოთ, სადაც ერთმანეთს დაეჯახდნენ MMA-ის ლეგენდა იურაი ფეიბერი და ჰენრი სეხუდო. სეხუდო ვიცით, რომ სანამ UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდებოდა, ის ოლიმპიური ჩემპიონი იყო თავისუფალ ჭიდაობაში. შეიძლება ითქვას, ის ტატამზე არის როგორც თევზი წყალში. მან ეს ამ შეხვედრაზე დაამტკიცა. სეხუდომ მცირედი შანსიც არ დაუტოვა ფეიბერს და დაამარცხა ის ანგარიშით 11-0. ამ შეხვედრის ბოლოს სცენაზე დვალიშვილი ამოვიდა, გამოიწვია სეხუდომ, ოღონდ ეს გამოწვევა ნამეტანი მეგობრული იყო, სპორტსმენები აშკარად ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. ასე რომ 18 აპრილს მერაბი და სეხუდო ერთმანეთს რაფის ორგანიზაციაში დაუპირისპირდებიან და თუ მათი ბოლო შეხვედრა გავიხსენებთ UFC-ში, ვფიქრობ დვალიშვილი მას შანსს არ დაუტოვებს. მოკლედ ველოდებით ამ შერკინებას და უქომაგებთ ქართველს. ეხლა კი გადავხედოთ იმ აჟიოტაჟს, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს, არმან ცარუკიანი ჟორჟიო პულასის წინააღმდეგ. არმანი წარდგენას არ საჭიროებს და პულასი კი არის კარგი მოჭიდავე, თუმცა სპორტში დიდი მიღწევები მაინც და მაინც არ აქვს. ის ცნობილია თავისი ვიდეოებით, სადაც ის ქუჩაში ხალხს თავაზობს $1000 თუ ისინი მას პარტერში გადაიყვანენ. შეხვედრამდე არმანმა და პულასმა ერთმანეთი წაკმინეს, მაგრამ ნამდვილად არავის ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა ხელჩართული ომით ტატამზე. ხო და დღეს მოდით გავერკვეთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ დაიწყო ეს ყველაფერი. და ის შეხვედრა დაიწყო. პულასი აგრესიული იყო თავიდანვე. მან არმანს თავში წამოარტყა, ასეთი რამ ხდება ხოლმე ჭიდაობის დროს და ამიტომაც ის მსაჯმა გააფრთხილა. მაგრამ ცარუკიანი ამ მომენტმა ძალიან გააღიზიანა და მან ჭიდაობის დროს მეტოქეს სილა გაარტყა და ამის მერე დაიწყო არეულობა. სპორტსმენები ერთმანეთს ძალიან აგრესიულად ექცეოდნენ. ეს შეხვედრა MMA-ს უფრო წააგავდა ვიდრე ჭიდაობას, თუმცა არმანი აშკარად შედარებით უკეთესი იყო. მეორე რაუნდის ბოლოს ცარუკიანმა მეტოქეს ხელი გაუწოდა, თითქოს უნდოდა სიტუაციის დაწყნარება, მაგრამ პულასმა გამოწოდებული ხელი დაიგნორა. რის მერეც გაბრაზებულ სომეხმა გაუქნია ხელი, თუმცა ვერ მოარტყა. ჩანდა, რომ მესამე რაუნდში რაღაცა მოხდებოდა. ორივე სპორტსმენი ძალიან გაღიზიანებული იყო. მესამე რაუნდი თითქოს თავიდან მართლა ჭიდაობას წააგავდა, ორივე მებრძოლს ჰქონდა კარგი მომენტები, თუმცა არმანი დომინირებდა და იგებდა კიდეც შეხვედრას ანგარიში 5-3. და გონგის ხმა არმანმა გაიმარჯვა, მაგრამ უცებ ფეთქდება, გადაყავს მეტოქე პარტიაში და იწყებს მის სცემას. დაიწყო ნამდვილი ქაოსი, ვინ ვის ურტყავდა მართლა ვერ გაარკვევდი. ზოგი ამ ყველაფერში ადანაშაულებს პულას, ზოგი კი არმანს. შეხვედრის მერე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პულასმა შეურაცხყოფა მიაყენა ცარუკიანს და ამიტომაც დაუშვა მან. მოკლედ მართლა არ ვიცი რა მოხდა, შეგიძლიათ თქვენი კომენტარი დაწეროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იქამდე კი მოვისმინოთ პულასის კომენტარი ამ ყველაფრის მერე. მინდა მივმართო ყველა ჩემს ხარდაჭერს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. იმედი მაქვს დღევანდელ ორთაბრძოლით სიამოვნება მიიღეთ. სამწუხაროდ ამ შეხვედრაში თავს დამესხნენ, მაგრამ როგორც ნახეთ, ჩემი 62 წლის მამა და ორივე ძმა მაშინვე დასახმარებლად გამოვარდნენ. ჩვენ ესე ვართ გაზრდილები, ყოველთვის ერთმანეთს გვერდში უნდა ვედგეთ. ისინი ჩვენზე მეტნი იყვნენ, დაახლოებით 12 სომეხი, თუმცა ჩემები ჩემს გვერდზე იბრძოდნენ ბოლომდე. აი ამას ქვია ნამდვილი სიყვარული. არმან, შენ კი პატარა ნაბიჯვარი ხარ, სხვათა შორის შეხვედრას თუ უყურეთ, ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ტეიქდაუნი შეასრულა. მან ქულები გაფრთხილებებით და ტატამიდან გაყვანით შეაგროვა. მე ისევ ჩემპიონი ვარ, პატარაო. აი ასეთი საგიჟეთი ხდებოდა რაფის ტურნირზე და აი დაწერეთ თქვენი კომენტარები, რას ფიქრობთ ამ ამბავში ვინ იყო მართალი და რაც შეეხება არმან ცარუკიანს დაწერეთ. ამ ამბით მან უფრო მეტი ყურადღება მიიქცია თუ დანა ვაიტთან საერთოდ გაუფუჭდება ურთიერთობა და შეიძლება საერთოდ აღარასდროს მიიღოს სატიტულო ბრძოლა UFC-ში. გელოდებით უყველას კომენტარებში. იქამდე კი არ დაივიწყოთ ბურგერ ფერედაისის დაგემოვნება, იმიტომ რომ ეს კომპანია აფინანსებს ჩემს აქტივობას და ამ არხის განვითარებას. თითოეულ თქვენთაგანმა თითო ბურგერი რო დააგემოვნოს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა საქმეს გააკეთებთ ამ არხის განვითარებისთვის. თან ძალიან მაგარი ბურგერია სინამდვილეში და მოდით ერთმანეთს აი ესე გვერდში დაუდგეთ გემრიელად. მე კიდევ ამით დავასრულე, მომავალ შეხვედრამდე.